როგორ უნდა მოიქცეთ ჩაფიქრებულ სიტუაციაში? ნებისმიერი სიტუაცია ჩაიფიქრეთ, რაზეც პასუხი გაინტერესებთ. შორცის რეჟიმში მე შევეცდები თქვენთვის პასუხის მოძიებას. ვარიანტი პირველი, როგორ უნდა მოიქცეთ ჩაფიქრებულ სიტუაციაში და ვარიანტი 2, როგორ უნდა მოიქცეთ ჩაფიქრებულ სიტუაციაში. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. როგორ უნდა მოიქცეთ ჩაფიქრებულ სიტუაციაში? დავიწყეთ მაშასადამე პირველი ვარიანტი. როგორ უნდა მოიქცეთ ჩაფიქრებულ სიტუაციაში? სამიანების თასები ამოვიდა. ისიამოვნეთ თქვენი ყოველდღიურობით, ისიამოვნეთ თქვენი მეგობრებით, ისიამოვნეთ თქვენი ახლობელი ადამიანებით. აივსეთ მაქსიმალურად დადებითი ემოციებით, იმიტომ რომ თუ კი ვთქვათ რაიმე პრობლემა, რაიმე სირთულეა, ხო, ამას გადაგატანინებენ ის ადამიანები, რომლებთანაც თავს ყველაზე კარგად გრძნობთ, ყველაზე ბედნიერად გრძნობთ და ვინ არიან, ხო, ასეთი ადამიანები, მეგობრები, თქვენი თანამოაზრეები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ გაიზიარონ თქვენი, ვთქვათ, გარკვეული სიტუაცია, ვთქვათ, რჩევა შეიძლება იკითხოთ თქვენთვის გულითად სწორ და კარგ ადამიანებთან. ასე რომ რაც ახლა თქვენ გჭირდებათ, ხო, ჩაფიქრებულ სიტუაციაში, ეს არის შეიძლება მეტი კომუნიკაცია და ეს შეიძლება იყოს ასევე კი, თასები, აი ემოციები, შეიძლება ეს იყოს, რა ვიცი, ცეკვების, არ ვიცი, ნებისმიერი ქალური ტრეინინგები, ხო, ვიზიტი ჯგუფურ ფსიქოლოგიურ აქტივობებში, ხო, ნებისმიერი რამ, ცურვაზე სიარული, სპორტზე სიარული, ნებისმიერი რამ, სადაც გეყოლებიან თანამოაზრეები, ეს ყველაფერი ძალიან დაგეხმარებათ თქვენ ჩაფიქრებულ საკითხში. აი ესე უნდა მოიქცეთ, ეს უნდა გააკეთოთ. მეორე ვარიანტი, თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ჩაფიქრებულ სიტუაციაში? იმოძრავეთ წინ, ენერგია გაქვთ, სავსე ხართ ცეცხლოვანი ენერგიით, სავსე ხართ პოტენციალით, სავსე ხართ შემეცნებითი ენერგიით, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩასვათ გალიაში. პირიქით, თქვენ ახლა უნდა იმოძრაოთ, პასუხი არის ის, რომ იმოძრავეთ, შეიმეცნეთ, იმოგზაურეთ, ესეც არის ჩემი პასუხი და მიაწექით, როგორც იტყვიან თქვენსას, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ამის ენერგია. გაქვთ ამის ენერგია და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ თქვენ არ გიყოფათ ძალა მიზნის მისაღწევად. გეყოფათ, უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება მოძრაობა, აქტიურობა, კომუნიკაციები, მოგზაურობა, გამოცდილებების აღება და ყველაფერი გამოგივათ 100%-ით.